შემოხაი, ძლიერი გადასარევი იყო. მოგესალმებით ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. და არა მარტო. აი ის ადამიანი ადრე არ დამინახავს. პირველად უყურებს ახლა ჩვენ შოუს. შეხედე? ხედავ. შვიდობა შეგამოჩენოს. საბიღავი აკამ. ტელევიზორს არ ვუყურებ ხოლმეო, შემთხვევით ჩავთეო. გესმის იძახის. ხო და 1 საათი გვიყური ახლა ჩვენ და შემდეგ ხუთშაბათს თუ აქ არ დაგხვდე ოჯახით, მაგასაც ვნახავთ. თან იმასაც გეტყვი ჩვენო ახალო მაყურებელო რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და დროს დარების განწყობაზე გვაყენებს ქსავრელები და გიორგი კუსტურიცა შოშიტაში როგორი იყო? და ეხლა ფორმალი მოვრჩები ჩაწერას და მოვდივარ ჩვენთან. ბიჭებო, მომოდიხარ. კიო, მოდი აქ სოვრელებიც. კაი ხარჩი კი გადავაგდეთ ეს კაცი მე მგონია ჩემებათა. რატო კაცო, ღვინო ჩემი მაქვს? და მეტი გავქნა. პრასი გვაქვს. კი ბატონო, მარკეტში შევივლით და რაღაცებსაც წამოვიღებთ ერთჯერადი კონტეინერებით. პრასი კითხვა აგერ ეკრება ადამიანს. ახლა კი წავიღებთ მაგ რაღაცებს ერთჯერადი კონტეინერებით, მაგრამ 2026 წლიდან ვეღა. არ გაგიგია დავიჯერო ახლა შენ. ამოდენა მთავრობის მნახველი კაცი ხარ? ეს როგორ გამოგეპარა, 2026 წლიდან ჩემონიკლოს პლასტმასის ჭურჭლის და კონტეინერების რეალიზაცია იკრძალება. ჭიქებისაც გაცო? ნახე ჭიქები რო დაიწყოს. ეგ ყველაზე ნაკლებად მეწყინა მე. რატომ მაგალითად? იმიტომ რომ მიჭახუნების დროს ხმა არ ქონა და ნერვებს მიშვა. ბარემ ალკოჰოლის მიღებაც საგვიკრძალეთ. სიგარეტიც და ვარჯიში დაგვაწყებინეთ რა. რას გვერჭით? ჩვენს არ ფიქრო. თავიდან პლასტმასის ჭიქებს აგვიკრძალავენ. მერე შუშის, მერე მუყაოს და ბოლოს 20-იანი ბოცებით მოგვიწევს პირდაპირ დალევა და ბავშვობიდან ოცნებობ რომ მოვიყუდო ესე და ვერ მეწევი, ხო იცი? აბა ბიჭო, ხედავ შენ. ესე იგი მომავალი წლიდან შეყვარებულს რომ პლასმასის კომზე აჩუქო, სულად გამოგვება ეგრევე. ვლაბარაკო. ქართველები ხო იცი, ყველაფრიდან ნახულობთ გამოსავალს. არა, პლასმასის ჭიქა, რა პრობლემაა? აიღე 9 ლიტრიანი წყლის ბოთლი, გაჭერი შუაზე, ცალ-მხარეს თავსახურს გაუკეთებ, 2 ჭიქა გამოვა. შენიერი. რაღაც ეგეთები თუ არ მოვიფიქრეთ ჩვენ მაგარი შესახედი იქნება უბანში ბიჭები ლუდს ერთჯერადი ჭიქის ნაცვლად მადონას სერვისით რო სვამენ. ფევზიანი თითებით თან. გამოსავალს ყოველთვის ვიპოვნით ჩემო ბატონო. სუპერმარკეტებში რომ შეხვალ, ოლივეს კონვერტში ჩაგიდებენ და შემწვარი თევზი წვადი ჯიბეში შეიძლება რომ ჩაგიდონ. რა პრობლემაა? რა ერი შეგერაცოლო შემითარეთ. კი ბატონო, ამორე ცხავდა ეგ არის. ისე კაია რომ ასე ზრუნავენ ბუნებაზე და ეკოლოგიაზე. გამეხარდა არა, მართალი ხარ. გადი დასვენების დღეების მერე საპიკნიკი ადგილებში და ნახავ რა დაგხვდება და თუ მართლები არ არიან, მერე დაეთანხმები. ახლა დატოვონ სიდედრის გამოტანებული ჭურჭელი, აბა? სახში არ უნდათ ვერ მისვლა? კარგი, აი ესეთი კითხვა გამიჩნდა. მეტალოპლასმასის ცეხში თუ მუშაობ, ესე იგი 2026-დან ხილფასი გაგინახევრდება. რატომ? იმიტომ რომ მეტალო პლასმასი, ესე იგი მეტალო დაგრჩება, შესაბამისად ნახევრდება, ესე გამოდის. ხო, მართებული კითხვა იყო, მაგრამ პასუხი არ მაქვს და გადავალ მაშინ და მე შემდეგ თემაზე დავიწყებ საუბარს. ვნახოთ ფოტო. აი ეს ოქროს უნიტაზი აუქციონზე გაიყიდება. საწყისი ფასი სულ რაღაც 10 მილიონი დოლარი. 10 მილიონს რომ უნიტაზში გადაიხდი. უნიტაზის რა გითხრა, მაგრამ შენ კი ხარ, კაი ბაჯანო. ოქრო. ესე იგი ეს უნიტაზი თუ გაქვს, ტუალეტში შესვლა საფონდო ოპერაცია იქნება ჩვეულებრივად.
რა მაინტერესებს, იცი? ვინც ამ უნიტაზს იყიდის, მინიმუმ ბრილიანტის ერთი ადგილი ხონდა. თქვენ რო გერიდება. რა გითხრათ შემოპატიკო, მე არც ბრილიანტის მაქვს და არც ამის იყიდვის. მოკლედ აუქციონზე ყოფილა დიდი ამბავი. ერთს უთქვამს, სანამ ახალია, კბილით გამასინჯეთ, იქნება ოქროს საერთოდ არ არის და მატყუებთო. რა ქნეს ბოლო-ბოლო გაიყიდა ეს უნიტაზი თუ არა, მაიგე. რა თქმა უნდა, ბოლო-ბოლო უყიდია ვიღაცა ბრილიანტის ას. კაი, ახლა გადავიდეთ სხვა თემაზე. ძნელია, მაგრამ გადავიდეთ. 75 წლის ქართველმა ბებო მართვის მოწმობა აიღო. გულოცავ ოჯახს და ვიზიარებ გაბნელების წუხარებას. თვითონ ბებომ თქვა, ოთი წლიდან ჩავიწევ, ჯნივ ჩავაბარებო. თან ისიც უთქვამს, ეს დასაწყისია მომავალ წელს უნივერსიტეტშიც მოხვდები და ნახავთაგია. თან უმანქანოდ ხომ არ ივლის ლექციებზე ამ ხნის ხალი კაცო, რა და? თურმე გაბრაზებულიც კი ყოფილა. მე რომ მართვის მოწმობა ავიღე, რაღა მაშინ მიიღეს კანონი გადაკეთებულ მაყუჩებზე და გაზაობაზე. ეგეც და კიდევ ჯარიმებიც გაძვირებაც არ ესიამოვნებო და გარწმუნებული ვარ ჩვენს ბებოს. თან მაგათ როგორ უყვართ დაქალებდა პენსიის დაგვიანებაზე ტელეფონით წუწუნი. ხო ვიცი არა და ავტომობილის მართვისას ტელეფონით სარგებლობაზე ჯარიმა 50 ლარი ხდება. 50 არის, ხო? ასე რატო განცვირდა? ეთყობა სატელეფონო ტარიფიც იზრდება და მაგით მე ვეთანხმები გაძვირებას. კი ბატონო, რატომ უნდა ილაპარაკო მართვის დროს ტელეფონზე გამაგებით? რისთვის არის მესენჯერი? დარეკე ვიდეოს არის და ეგ არის. ეგ თუ შემოიღეს, ცოტა ხანში ულიმიტოს ჩართვა შეიძლება დანაშაულის სახალისებად ჩაითვალოს. კი ბატონო. ესე იგი თუ ვინმეს ურეკავ რომ 50 ლარი გასესხოს, პირდაპირ 100 უნდა უთხრა. 50-ს მაინც ჯარიმა წაიღოს. და ზარის გაშვებაზე 25 ლარი იქნება? წესით ეგრე უწევს. და ადამიანის გამწარება თუ გინდა საერთოდ მანქანას რომ მართავს, მაშინ უნდა დაურეკოს ზედიზედ მინიმუმ 10 ჯერ. სხვა გზა არ არის. ავტომოპასუხეზე უნდა დავაყენო შემდეგი ხმოვანი. გამარჯობა, თქვენ ურეკავთ ნიკას, რომელიც ახლა საჭესთან ზის. ნიკა გიპასუხებ თუ წინასწარ გადაურიცხავთ 50 ლარს. მოკლედ მალე ბანკებს ექნებათ ახალი პროდუქტი. მართვისას ტელეფონით საუბრის ჯარიმის დასაფარის სესხი ეფექტური 50%. ცოლებშენდებიან რა, უჭირდათ და მართალი ხარ. ცოლებთან ჩხუბი მერე ნახე, როგირეკავს ზეთი და პური წამოიღევ და უცებ 50 ლარი აგეხევა. ხოდაკჩა ოჯახი მშიერი. აბა ბიჭო, შეიძლება მიზეზით ოჯახების დაინგრეს. დედა. ამიტომ ზეთსე და პურზე სიდედრებმა გვირეკონ. ისაჯობებს, რაღაცებს უნდა ეჩხუბო. ჯობია, რა თქმა უნდა ჯობია, რა თქმა უნდა. ხოდა სიდედრზე გამახსენდა, შენ თუ იცოდი, ალერგია ადამიანების მიმართაც რო არსებობს. არსებობს ალბათ, ვიცი. ყოველ შემთხვევაში გამიგია იმ დღეს იმისთანა გოგო დავინახე, მოკლე კაბით, ღრმა დეკოლტით. ისე დამფოთლა და დამაყარა. ალერგია უნდა გინახა შენ. მომისმინე, ეგ არ არის. მეწყება მე მგონი. ეგ არ არის ალერგია, მაგას სხვა რა მეგვია. რას მეუნები? და მაგდროს რა წამალი უნდა დავნიო, ხო არის? წამალი არ შველის. იმ გოგოსთან ერთად უნდა დალიო შამპანური და დალაგდება ყველაფერი, ეგრევე აგილაგდება გამოთქვა. არა, ეგ ცუდი აზრი. აჰა, ესე იგი ეგ არ ყოფილა ალერგია. მივხვდი რომელია ადამიანებზე ალერგია. აი მე ორი ძმაკაცი მყავს, იცნობ შენც, თქვენც იცნობთ. მირო და სულო. მაგათ რომ ვდები, ცხვირი მიწიწება. აი რო ვაკრიტები, ცხვირი მიწიწება. არც ეგ არის ალერგია. დაანებე მაგათთან ერთად დალევას თავი და გაგივლის. ბოლო გამაგებინე, მაშინ რა არის ალერგია ადამიანი? მადლობა. მაგრამ ჯანმრთელობა კი არა. მოშორდი ცოტა შენზე მომცა მგონი ალერგიამ და იმდენი სისულელე მკითხე. ეგა, კარგი. ახლა გავიგე. ხარო? გადი სტუდიიდან.
გააგზავნე ნიკუში, მიდის მიბაჯბაჯებს. კი ბატონო. ტყიბულის რაიონ სოფელ ცუცხვათში ნიანდერტალელის 50,000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა. მე ახლა ის იმაზე უფრო ახლოს პოცკი, აი ეგ სიტყვა თუ ჩემ ტექსტში წერია, როგორ უნდა გავიმეორო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხედავთ, როგორც აღმოჩნდა 50,000 წლის წინ ტყიბულში ადამიანი ცხოვრობდა. რასამ, კაცო, ახლაც კი ცხოვრობენ. კი, აბა, ჩადი და ნახე. ყველა თბილისშია წამოსული. ისე კაი დროს ამოუღია კბილი. თორემ ახლა ისეთი ფასებია. რისას? ხო და არქეოლოგიაში აუღიათ ეს კბილი. ვიღაც მოკლედ არქეოლოგებს, სტომატოლოგი გამოვარდნენ და არქეოლოგი. და სადმი გაქვთ? ჯერ იმპლანტი არ დამიმთავრებიაო. მაგდენი ხნის წინანდელი თუ აი კბილი შეიძლება დმანისელი ზეზვასი იყოს. მართალი ხარ. უბრალოდ ცუცხვათში კაი სტომატოლოგიური რო ქონდათ, მან დადიოდა სამკურნალო, ჩაირბენ და ჩაირბენ. არა, ნამდვილი იბერელის კბილი იყო. კი, ზუსტად ვიცი. აი, კბილში კეჟერა მხარი და პრაზის დარჩენები ქონია და ეთქობა ტყიბულის ქვანახშირი ვიღაცამ 50,000 წლის წინ რო აღმოაჩინა, ჯერ საჭმელი ეგონა და რო უკბიჩა ჯარჩა კბილი. რა უცნაური ქალაქია ეს ტყიბული ღმერთო ჩემო. ყველაფერი ფასეული რაც არის, მიწისქვეშაა. მოკლედ როგორც მიხვდით, ტყიბულში 20-დან მაღალ დონეზე იდგა სტომატოლოგია. და კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე. ჩინელმა მეცნიერმა აბები შექმნეს მეცნიერებმა, რომელიც 100 წელზე მეც გიხანგრძლივებს სიცოცხლეს. 2 აბი მაქვს. არა, ეგ ცუდი. ეგ არ არის მაგისი? არა, მაგისი არ არის ეგ. და ამ აღმოჩენით ალბათ ყველაზე ბედნიერები ბანკები იქნება. მიცხე 70 წლიანი კრედიტები დაიხავი, რა გერახლება. უკვე ხედავ როგორ იქნება ჩვენი შოუ 2095 წელს. უბრალოდ მე და ქსოვრელები წარაბიძესავი ჭაღარები იქნება. აი დავიდა. ისე ეგ აბები ჩვენთან მაღალმთიან რაიონებში რომ შესთავაზობ, გაგხევენ ცემაში. რატო გვისწრაფებს სიცოცხლესო? ასე არ არის? კი და მოდი არ გვინდა რა გემუდარებით. გადააშენი ერთ წამალებით. ეხლა დააფიქრდი და შემთხვევით სიდედმაც რომ დალიოს. ვაიმე, რა გვეშველება მე? აი, ხო ყველა წამალსა გუჩვენა. გადავიდეთ სასწრაფოდ შემდეგ თემაზე. სანამ გაუგიათ 17 წლის წინ მთებში დაკარგული კაცი კარავში ცოცხალი იპოვნეს. ამ კაცის ოჯახი მადლობას უხდის ბანკის საკრედიტო ექსპერტს, რომელიც არ შეეპოვა მოვლენებს და მაინც მიაგნო იპოთეკას. ოჯახის წევრებს უკითხავთ, რატომ არ გამოდიოდი კონტაქტზეო? ტელეფონი არ მქონდა და ფეხით ჩამოსვლა დამეზარა რომ ეთქვაო. ატიოსალი კაცი. კი და ისიც უთქვამს, მადლობა რომ მეძებდითო და ვინც იპოვა, იმას უპასუხია. შენ კი არა? ჩემ კარავს მეძებდი რომ წაიღე და აღარ დამიმეორე. მოკლედ ეს 17 წლის წინ დაკარგული კაცი ბედნიერია მისი 15 და 9 და 3 წლის შვილებით, რომლებიც დედის მტკიცებით მამას ძალიან გვანადა. ესე იგი, როგორც გაქრია ეს კაცი საქმე გაჩენია, ივიცო, შეაცა. მე მგონი მაგინო წავიდა, იმითავია ქონა, საჩი მეიცო. კი ბატონო. ამაზე ის მახსენდება შენი ამბავი. ამ ბიჭს ოიცნებო რომ გაგაცნის. ხო, რა კაი. არა, არის რა კაი კაცია, ვინაც როგორ თქვა ქიშენე. თვითონ რო დაი ეს რაღაცა შენ არის. თვითონ რო დაიბადაო, მომამისი 3 წელს გარდაცვლილი იყო. აი, ხოდა რა არის ნამდვილი სიყვარული, ა? დაუსწრებლად კი ჩდებიან ბავშვები, მშვენიერია, გადასტანი. ეს არის სიყვარული, მაგარი აბა რა. ჩემო ძმაო, ამ ბოლო დროს რაც მინახავს მე მაგალითად გონია რომ ყველაზე მაგრად ჩვენ სერიალ მიხოდა მაროში ნამდვილი სიყვარულის მაგალითები რა. კი ბატონო, აი კოლა და ნანულა ავი. კი ბატონო. ხო სულ ჩხუბობენ, მაგრამ მაინც როგორ უყვართ ერთმანეთი. მართალი. ეგ კი არა, ბიჭებო. სიმღერას დაუწერიათ.
თავიანთ სიყვარულზე და არა მარტო სიყვარულზე სხვათა შორის. აბა კიდე რაზე? არ ამბობენ. ალბათ აჯამსთან დავზე. არ ვიცი. უკურესია და რო გვიმღერონ არ შეიძლება ჩვენ სახი. კაცო, ერთი სული აქვთ, როდის გვიმღერებენ. მაშასე სიმღერა აიმნაირ სიყვარულზე ასრულებენ შრატაშვილი კოლა და ჭყიტაშვილი ნანულა. ჯიშიანი ხალხი. წავიდა!